მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამავარსკვლავები გვანსტობენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ საგარელი. კვლავ თქვენთან ერთად ვარ და პირველ რიგში მინდა დავიწყო ჩვენი გადაცემა მილოცვით. პირველ რიგში ქალბატონებს, ჩვენერ ქალბატონებს მინდა მივულოცო 8 მარტის დღესასწაული და უსურო ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება. რაც თავარია, ყოველთვის ყოფილიყავით ჩვენ მამაკაცების გვერდით. ეს იქნება ჩვენთვის ალბათ თავარი, ასე ვთქვათ, სხივი ამ სამყაროში, იმიტომ რომ საოცრად გვილამაზებთ ჩვენ ცხოვრებას და მინდა ყოველივე კარგი გისურვოთ, იმიტომ რომ ქალი ეს საოცრება, ქალი ეს არის სამყაროში სიცოცხლის შემომტანი მთავარი ფაქტორა. ამიტომ როგორ გითხრათ, მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ კუთხით ქალების მიმართ და განსაკუთრებულად მინდა პატივი ვცე თითოეულ მათთაგანს, იმიტომ რომ საოცრად გვილამაზებთ ნამდვილად ამ ცხოვრებას და ქალის გარეშე ერთი დღეც არ მოცოცხლოს. აი ესეთი სურვილი მაქვს და მინდა კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ სხვადასხვა წლებში მოგილოცოთ ეს საოცარი თქვენი დღესასწაული. ახლა უკვე რაც შეეხება უკვე ვარსკვლავებს, რა ტენდენციები ამოსაუბრებელი ამ კვირის განმავლობაში საუბარია 9-15 მარტის შუალედზე და რა ტენდენციები იქნება ამასთან დაკავშირებული. პირველ რიგში მოდით დავნიშნოთ, რომ კვირა ასტროლოგიური კუთხით, გეომაგნიტური კუთხით ჯერ კიდევ არ არის ცუდი. აი ამის შემდეგი კვირა იქნება შედარებით უფრო რთული მთელი თვის განმავლობაში, იმიტომ რომ მარტი მთლიანობაში ჩვენ აუშვეთ, რომ არ არის ცუდი, პირიქით, დედამიწა მთელი თვე მარტისა დადებით ენერგოველშია, რაც უდაოდ ძალიან კარგია, მაგრამ აი მარტში რომ ამოვარჩიოთ, აი შედარებით ცოტა რთული დღეს არის უკვე შემდეგი კვირიდან პერიოდი 16-20 მარტისა. აი შუალედი შედარებით ასე ვთქვათ რთულია და შეიძლება ცოტა მეტი პრობლემები შეუქმნას იგივე იდეების რეალიზაციას, იგივე დაუშვათ თანამშრომლობას, პარტნიორულ ურთიერთგაგებას და ასე შემდგომ. მაგრამ დანარჩენი დღეები მთლიანობაში კარგია. ამიტომ ეს კვირა შეგიძლიათ საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენოთ. მეტუმეტეს ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ 11 რიცხვში ხდება დირექტული სწორად მავალი კეჩხების ზოდიაქოში გამარჯვების პლანეტებით არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. იმიტომ რომ აქამდე როცა იგი იყო უკუმავალი, გამარჯვების მიღწევა იყო ყოველთვის უფრო სათუო, ტრადიციულად. აი ახლა უკვე 11 რიცხვიდან 4 შაბათიდან უკვე წარმატების ფაქტორი ყველგან მოემართებს. აქ შეიძლება ახალი კანონების მიღება და განხორციელება მოხდეს. ძალიან კარგი პერიოდია უკვე 11-დან მგზავრობა მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისა და მათი გააქტიურებისათვის, აქ სხვათა შორის იდეების რეალიზაცია, ტურიზმი, იურისპრუდენცია, საკანონმდებლო სისტემა, უფრო მეტად განვითარდება, სპორტი იქნება გაცილებით უფრო უკეთესი და ტრავმების ტენდენციებიც იქნება ნაკლები ამ კუთხით. ვისაც აქ განზრახული უცხოენებისათვისება, მათთვისაც ძალიან კარგი პერიოდია, ოპტიმიზმი მოემატებს ხასიათში. ერთ სიტყვით, საკმაოდ კარგია 11 რიცხვიდან პერიოდი, აი ვთქვათ იუპიტერის გამარჯვების პლანეტის ეს დირექტულობა ძალიან ხელშეუწყობს სხვა სახის სასიკეთო ცვლილებებს ადამიანთა ცხოვრებაში. და მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს კვირაც მაქსიმალურად გამოიყენოთ. აი შემდეგ კვირაში უკვე ჩვენი 20 რიცხვამდე ცოტა ასე ვთქვათ, თუ არის საშუალება 20 რიცხვამდე უბრალოდ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი არ დავგეგმოთ, არ განახორციელოთ, იქნება უკეთესი. მაგრამ ეს კვირა ჯერ გამოიყენოთ. იქით კვირაზე მე ვისაუბროთ შემდეგ კვირა დღეს. ეხლა პირველ რიგში ესე იგი რა ტენდენციები აქვს ამ კვირას ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის და სხვა შორის ცუდი არა. ერთადერთი 6 ზოდიაქოს ნიშანს პატარა პრობლემები შეიძლება შეექმნას ჯანმრთელობასთან და ამ კუთხით უნდა იყვნენ ფრთხილად. მაგრამ სხვა მხრივ თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს პერიოდი კარგია. გინდათ პირადი ურთიერთობების კუთხით, გინდათ ბიზნეს საქმიანობის კუთხით, გინდათ მგზავრობა მოგზაურობისთვის, მეტუმეტეს იუპიტერი სწორდება აგერ და კიდევ მეტად ხელშეუწყობს ტურიზმს, მგზავრობას, მოგზაურობას და ასე შემდგომ. ანუ მთლიანობაში კარგი კვირა, ოღონდ ზოგიერთმა ნიშანმა უნდა მიაქციოს ყურადღება ჯანმრთელობას და პირველი მათთაგანი არის ვერძი. ვერძებო, თქვენ ახლა გადიხართ დაბადების წინა პერიოდს, ხო? ეს ის პერიოდი, როდესაც მზე გადის თქვენს წინა ზოდიაქოს ნიშანს, ანუ თევზებს და ამიტომ ახლა ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი. შედარებით ადვილად იღლებით, შედარებით ადვილად ღიზიანდებით. ემოციური ფონი ცოტა გამაღიზიანებელია თქვენი, იმიტომ რომ ყველა და ყველაფერი ხან ერებს გიშლი და თქვენ თუ ნარცით რატო ხდება ესე? აი ზუსტად ამის გამო, იმიტომ რომ ეს არის დაბადების წინ
წინა თქვენთვის ცოტა ისე რთული პერიოდი, რომელიც ამ მხრივ ითხოვს მეტ ყურადღებას, ამის გარდა აღნიშნოთ, რომ ვერძებო, რადგან ერგო ტონუსი დაბალია, ესე იგი იმუნიტეტი არ ამგრადია, ადვილად შეიძლება გაცივდეთ. ადვილად შეიძლება გადაიღალოთ ტრავმულაურმა ტენდენციებმა ეჩინონ თავი ყურადღებობის ნიადაგზე ან ემოციური აღდგენების და გაღიზიანების ფონზე. ამ კუთხით ვიყოთ მოდით ყურადღებით და ფრთხილად. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, ზედმეტად არ გადაიღლებით, დაღლა კი ბატონო, მაგრამ გადაღლა არა, იმიტომ რომ გადაღლის შემთხვევაში უკვე აქ შეიძლება ძალიან ადვილად დაუშვათ შეცდომები, იმიტომ რომ ეს ეგრევე გაზრდის სულსტრაფობის ნიადაგზე შეცდომების ალბათობა 1-2-რად მოიმატებს. ეს ერთი მეორესთან პირდაპირ კავშირშია. მაგრამ თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, ამ კუთხით იქნებით ცოტა ფრთხილი და ცოტა მეტად გამოაძინებთ თავს და ცოტა მეტად დაასვენებთ შეძლებით და გვარად, მაშინ მოდი ამშვიდობთ, რომ სასტიკი ტენდენციები უდავთ აქ ამ პერიოდს, მაგალითად შეიძლება ზოგიერთი პროექტების კარგად დასრულება. მოაწესრიგებთ თქვენს სახლთან დაკავშირებულ პრობლემებს, საყოფაცხოვრებო პრობლემებს, რაც თქვენ შორის ძალიან ისეთ მორალურ კმაყოფილებას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ ფარგლემტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები მათ არ წინავთ. ისინი აქტიურდებიან თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან და კიდევ აუცილებელი პირობა ამ პერიოდისა წარმატებისთვის აუცილებელი ეს არის ენაზე კბილის დაჭერა. საიდუმლო დაიცავით წინ და წინ უგათქვავთ ინფორმაციას, რას აპირებთ, ვინ მოგწონთ, ან თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, სად, ვისთან ერთად და არ გინდათ. ეს არის თქვენი know-how. მაშინ იქნებით გაცილებით უფრო მეტად წარმატებული. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, კუროს პირიქით აქ არ უჩივის, ერგო ტონუსი შედარებით მდგრადია, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიულია, ინიციატივიანია, შესაძლებლობები იმისა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი იდეები, პროექტები, რეალიზაცია მოახდინოს მათი უდაოდ აქ, ამიტომ სიახლების დრო აქ კუროება შეიძლება შეცვალოთ გარეგნული თქვენი იმიჯიც კი და აქედან გამომდინარე, აი ეს სურვილი შინაგანი რაღაც ცვლილებებისას ცხოვრებაში რაღაც სიახლის მოტანისა აშკარად თვალში საცემი იქნება. ამასთან ერთად შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდეთ, გარკვეული ცვლილებები მოხდეს თქვენ ცხოვრებაში და პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ აი ძალიან კარგია ეს პერიოდი მთლიანობაში კონტაქტებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, სწავლისთვის, ესეც ძალიან კარგი. აქ შეიძლება ახალი საინტერესო ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ახალი იდეები და მათი განხორციელება ხო თავისთავად მატერიალური მდგომარეობის მომტანი ფაქტორი იქნება. ანუ პერიოდი მთლიანობაში კარგია. შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეიკრას, შეიძლება ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ ინტერნეტთან, რაც შეიძლება მეტი კავშირები. აქედან მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც კიდევ ახალ იდეებს დაბადებს თქვენს გონებაში, რაც იქნება შემდგომი თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი და მეგობრული თანადგომა ხო კიდევ უფრო მეტად წაგწევთ წინ, შეიძლება ესე ითქვას. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ტყუპებო, პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ მთავარი პრობლემა თქვენი არის ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა არ მდგრადია, ერგო ტონუსი დაბალი, ამიტომ გავფრთხილდით თავს, არ გაცივდეთ რაიმე ინფექციის წინაშე არ აღმოჩნდეთ და ნუ იჩქარებთ. აი ეს აუცილებელი პირობებია იმისთვის, რომ თქვენ აქ შეცდომები არ დაუშვათ. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ საკმაოდ კარგად თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, ხავა თუ არ გახდები და შემდგომ, სხვა კუთხით პერიოდი არ არის ცუდი, პირიქით ის ხელს უწყობს მაგალითად კარიერულ განვითარებას. შეიძლება გარკვეულწილად ფინანსური კუთხითაც დადებითი შესაძლებლობები გამოვლინდეს. მოულოდნელი ცვლილებები მოსწავლელია საქმეებში. შეიძლება ზოგიერთად ვეთკანმა მიიღოს პერსპექტიული წინადადებები, ან ზოგიერთი დაუშვათ გეგმები, რომელიც შეჩერებული იყო, ან რაღაც არ ვითარდებოდა. აი ახლა შეიძლება მათი გახსენება, გარკვეულწილად ახალი პროექტების დაგეგმარება, ან დაწყება და ასე შემდგომ, რაც მორალურ და მატერიალურ კმაყოფილებასაც მოგიტან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში გქონდეთ სტაბილური, კარგი ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ასეთი ურთიერთობები მეტად ხელს შეუწყობს თქვენ შემდგომ განვითარებას და კიდევ მეტად წინსვლას. კერჩხი ბებო, ენერგო ტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შარმიანი, მზიდველი, ემოციური სტაბილურობაც უფრო მეტად იჩენს თავს, ამიტომ საკმაოდ ისე დინამიური, გარკვეულწილად იღბლიანი პერიოდიც არის თქვენს წინაშე, რომელიც გახსნის ახალ შესაძლებლობებს. რათა გამოავლინოთ თქვენი საუკეთესოები, ხელს უწყობს იგი თქვენი მიზნების, სურვილების ასრულებას და აქ სხვათა შორის უფრო მეტ ხარდაჭერას იგრძნობთ, ირგვლივ ყოფი
ადამიანებისგან და თქვენ სხვათა შორის ყოველთვის ზატყობნაში იქნებით სხვათა დახმარებისთვის, რაც თქვენს ავტორიტეტს საგრძნობად აწევს. და ამასთან ერთად აქტიური მოქმედების დროა, რაც მეტად განვიშვალებით ოპტიმიზმით, ეს თქვენი წარმატების ფაქტორია და ამ პერიოდში სხვათა შორის ძალიან კარგია მოგზაურობა ამ კვირის განმავლობაში და უცხოელებთან აქტიური კონტაქტი, უცხოენების ათვისება. უცხოელებთან აქტიური კონტაქტი შეიძლება იყოს ნებისმიერ, შეიძლება იყოს სწავლის ფორმით, შეიძლება მივლინების ფორმით, შეიძლება უბრალოდ ტურისტული მოგზაურობა ნებისმიერ, იმიტომ რომ აქ შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, არნახული შთაბეჭდილებებით ჩამოხვიდეთ. აქ შეიძლება იგივე გაცნობილ ადამიანებთან მე ახალი რაღაც პერსპექტიული თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ახლა კონტაქტი უცხოელებთან, როგორც თქვენი წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორთან. ლომებო, ერგოტონუსი გაქვს დაბალი, ამას უნდა ახლა მთავარი ყურადღება, იმიტომ რადგან ერგოტონუსი მცირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ანუ ადვილად შეიძლება გაცივდეს, ადვილად შეიძლება დაიღალოს, შრომის უნარობა ისეთი არ არის, როგორც დავუშვათ თქვენ, ჩვევიათ საერთოდ ცოტა სიზარმაცისაგან მიდრეკილებაც მოიმატებს. ამიტომაც აქედან გამომდინარე, ესე იგი, დაასვენეთ საკუთარი თავის შეძლების და გვარად, გამოიძინეთ, რომ ეს ენერგია გეყოთ, სამუშაო ენერგია და იმოქმედეთ აქტიურად, მაგრამ გადაღლეს გარეშე. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ რაღაც შეცდომები არ დავუშვით, რომ გადაღლის შემთხვევაში უკვე არასწორად მოქმედებ და შეცდომების ალბათობა მოიმატებს. სამაგიეროდ ეს პერიოდი გავსლებთ იმის საშუალებას, რომ ზოგიერთ საქმეები ან ურთიერთობები დაასრულოთ. სხვა შორის რაც ძალიან გაგანთავისუფლებთ, იმიტომ რომ ეს ურთიერთობები და საქმეები ძალიან გზღუდავდათ. და ეს თავისუფლების შეგრძნება, რომელზეც ამას მოყვება, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მე ინდივიდუალურად თუნდაც თქვენი პროექტები ან შემოქმედებითი ნიჭი უკეთესად გამოავლინოთ. საკმაოდ კარგი პერიოდია ფინანსურ საკითხებში გასარკვევად. მაგალითად, თუ აქ რაღაც მემკვიდრეობის საკითხები იყო, იქნა დასმული, აი ამასაც ძალიან კარგად გაწყვიტავთ, მაგრამ კოსმოსი ითხოვს თქვენგან რას ენაზე კბილის დაჭირას, საიდუმლოს დაცვას. ანუ წინ და წინ უიტყვით, რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ, ვინ მოგწონთ, ყველაფერი უკვე მოწალა. ამიტომ მიაქცეთ ამ ტენდენციებს ყურადღება, რომ ცოტა საიდუმლოდ იმოქმედოთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ესე იგი, ჯანმრთელობისადმი ყურადღება, საიდუმლო მოქმედება, მაშინ ძალიან კარგი კვირა იქნება ყოველმხრივ. ქალწულებს რაც შეეხება ქალწულებო პირველ რიგში ეს პერიოდი კარგია, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა თქვენი მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობას თვალშესაცემი იქნება, რაც ხელს უსკობს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ უფრო აქტიურად იმოქმედოთ, იღბალის თქვენს მხარეს გადმოვა და ესეც ხელს უსკობს წარმატებებს. ახლა მოემზადეთ იმისთვის, რომ შემდეგ კვირიდან სხვა შორის თეთრი მთვარე წოდებული სელენა, ანუ ფარველი ანგელოზი, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, გადმოდის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში. ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე შემდეგი კვირიდან შანსები იმისა, რომ ფარველი ანგელოზი დაიწყებს თქვენს დახმარებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ, აი ეს ტენდენციები ჩვენ გვაქვს. ამიტომ ეს კვირაც ეცადეთ, რომ აქტიურად გამოავლინოთ თქვენი მონაცემები, იმიტომ რომ ახალი იდეები, პროექტები, შემოქმედებითი შესაძლებლობები აქ თვალშესაცემი იქნება. პოზიტიური პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისათვის და აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც მატერიალური მდგომარეობაც შეიძლება გამოჩნდეს, ესა კარიერული წინსვლის პერსპექტივები მოემართებიან, მეგობრები, კოლეგები, მაქსიმალურად დაგეხმარებიან მათ შორის, თუ საჭირო იქნება ფინანსურადაც კი. და შემოქმედებით ნიჭს და უნარს ძალიან კარგად წარმოაჩენთ ამ პერიოდში. სხვა შორის ის აღვნიშნოთ, რომ კარგია ეს პერიოდი, როგორც ქორწინებისთვის, ასევე ხელს უსკობს იგი მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობებს და თუ პირადი ურთიერთობები იქნება, თუ ბიზნეს დაუშვათ საქმიანი პარტნიორული ურთიერთობა სტაბილური, ჰარმონიული, ეს ერთიორად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებს ამ პერიოდში. და პირიქით თავისთავად, თუ აქ დაიძაბა სიტუაცია, მაშინ პრობლემები იქნება უფრო მეტი. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი დაბალია. სასწორებო არ გადაიღალოთ, არ გაცივდეთ, ამას მიაქცეთ ყურადღება. ამიტიც ხედავთ თქვენ გარკვეულწილად ცვალებადია, თან ქარია ისეთი ცოტა ცივი და იღავით ყურადღებით. ამასთან ერთად, რატო უსვამს ხალხს, იმიტომ ყველა სუსტი ზონა ეხა თქვენ გაქვთ ჯანმრთელობა. ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემებმა, ძველმა შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა ეხლა მეტად იჩინონ თავი. ამიტომ ამ კუთხით მიაქცეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას, თუ ჯანმრთელობას მიაქცეთ ყურადღება, სხვა მხრივ პერიოდი სულაც არ იქნება ცუდი. სხვა შორის მატულობს თქვენი პატივმოყვარეობა, უფრო მეტ უფრო ესეთ მაღალი პოზიცია გინდათ საზოგადოებრივ
საშუალებაში დაიკავოთ, პროფესიონალურად მეტად განვითარდეთ და აქედან გამომდინარე სხვა შეეს მინდა გითხრათ რომ გამოჩნდებიან ფარველები, ისეთი ადამიანები ან ისეთი პარტნიორები, რომელიც ყოველდღიურად ცდილობენ რომ დაგეხმარონ ამ გზაში განვითარებისა. თქვენ გაქვთ მეტი სურვილი რომ გააფართოვოთ თქვენი შესაძლებლობები ამ პერიოდში, რაც უდავოდ კარგია და სხვა შორის გეძლევათ იმის საშუალებაც, რომ მოწესრიგდეთ. მოდეს ვთქვათ, მოწესრიგოთ შეიძლება თქვენი აზრები, შეიძლება თქვენი ურთიერთობები, შეიძლება თქვენი საქმეები, რაც დაალაგებს ამას ყველაფერზე, ეს მოგცემთ უკვე რესტარტის ძალიან კარგ საშუალებას დაახლოებით უკვე 20 მარტის შემდგომ. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებებს, მორიელებო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის, მოკლედ რომ ვთქვათ, სიყვარულის დროა, შეიძლება ესეც ვთქვათ, ქორწინებისთვის გადასარევი, სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, შარმემის დულობა თქვენი არნახულად მატულობს, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ძალიან ადვილად ხვდებით, შეგიძლიათ ძალიან კარგი ლიდერული, ორგანიზებული თვისებები წარმოაჩინოთ, მებრძოლის სულისკვეთება და პრინციპულობასაც ეს საჭიროა. ეს პერიოდია, სადაც თქვენ უკვე გრძნობთ, რომ თქვენი სულიერი შემოქმედებითი პოტენციალი აშკარად მატულობს. ინტერესი ფილოსოფიის, რელიგიის, ფსიქოლოგიის, ასტროლოგიის და სხვა ეზოთერული საკითხების მიმართ ერთიორად მატულობს. და აქ შეგვიძლია იპოვოთ ასევე საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ამ კუთხითაც თქვენთვის იქნებიან ძალიან საინტერესო პიროვნებები, საინტერესო იდეები და ხედვებით. პოზიტიური პერიოდია, მათ შორის მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, ზოგიერთი პრობლემების გადასაწყვეტად, მით უმეტეს თუ ეს იურიდიული ტიპის პრობლემები ადვილად გადაწყდებიან, ესეც გავითვალისწინოთ. დავუშვათ ისიც, რომ ეს პერიოდი, რომ მსვლელობისას უფრო ადვილად აღწევთ მიზანს. ძალიან კარგი დროა სასიყვარულო პარტნიორებთან, შვილებთან ურთიერთობისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისა, თავგადასავლებისთვის, კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღებაც იქნება პრიად წარმატებული. რაც შეეხება შვილდოსნებო, თლიანობაში პოზიტიური პერიოდია თუ რაღაც ტენდენციებს მაინც გაითვალისწინებთ. კონკრეტულად რას გულისხმობთ? პირველი, ჯანმრთელობა, ენერგოტონუსი უკვე თქვენი მცირდება, შედარებით ადვილად იღლებით და ამიტომ მეტი დრო უნდა გამოძიებას, მეტი დრო უნდა დახარჯული ენერგიის აღდგენას ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთარი თავი. ეს აუცილებელი პირობა. მეორე, იქნებით ძალიან მეტად სულსწრაფი. ჩქარობთ. 7 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ ნაკლებ შეცდომებს დაუშვებ, თორე სხვა კუთხით პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი. მართალია გზნობთ, რომ ისეთი ენერგიული არ ახართ, როგორ დავუშვათ წინა პერიოდში დაკავშირებულია სწორედ შრომის უნარიანობის შემცირებასთან აქ, მაგრამ თუ კარგად დაისვენებთ, გამოაძინებთ თავს და არ გადაიღლით თავს, მაშინ ნორმალურად გაევლით ამ პერიოდს. აქ გეძლევათ იმის საშუალება, რომ ზოგიერთ ფინანსური ან მემკვიდრეობით საკითხები გადაწყვეტოთ და ახლობლებით სხვა შორის მაქსიმალურად დაგეხმარებიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის რა, რომ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, აცცევებთან გქონდეთ ჰარმონიული, სტაბილური. იმიტომ რომ მათი თანადგომა დახმარება სტიმულატორი იქნება თქვენთვის, უბრალოდ დაცულად გზნობთ თავს კიდეც. სხვა შორის ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საკითხები შეიძლება მოაგვაროთ, მაგრამ არ გამოურიცხავ იმას, რომ შეიძლება აქ მაგალითად საყოფაცხოვრებო პრობლემებიც ეჩინონ თავი. აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ რაღაცა გაგიფუძნათ სახლში, ზედმეტი აგრესიის, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მშვიდად წყნარად გადაწყვეტეთ. მაშინ ყველაფერი გადასავად იქნება და ამ სფეროში სხვა შორის ასევე ახლობლები და ოჯახის წევრებიც დაგეხმარებიან. რაც შეეხება თხისქას ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ყოველდღე ემატება ჯანი, ენერგია, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა. ძალიან კარგი პერიოდია ნაყოფიერი კონტაქტებისათვის, ასევე ინტელექტუალური განვითარებისა და სწავლისათვის, მოგზაურობისათვის და მრავალფეროვანი შეხვედრებისათვის. გადავამშვიდობთ, რომ ეს პერიოდი, რომ მსვლელობისას შეგიძლიათ აწარმოებით ზოგიერთ თქვენი იდეა რეალიზაციაში მოიყვანოთ, შემოქმედებითი პროფესიონალური შესაძლებლობები აშკარად წარმოაჩინოთ წინა პლანზე. და მრავალფეროვანი კონტაქტების დროა. შეხვედრები, მოლაპარაკებები შეიძლება ახალი ადამიანები გაიცნოთ, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. რაც იქნება საკმაოდ ნაყოფიერი. სწავლის კუთხითაც კი პერიოდი საკმაოდ კარგია. იმიტომ რომ ეს ყოველივე შემდგომ ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და მეტად წინსვლას. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აქ ცოტა თქვენი იმუნიტეტი კლებულობს. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ადვილად იღლებით. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ძილი. ამიტომ უნდა გქონდეთ კარგი ძილი და როგორც კი მოგეცემათ საშუალება ცოტა დაასვენეთ საკუთარი თავი და ვენები, განსაკუთრებით დიდხანს ფეხზე ნუიდგებით ამ პერიოდში მით უმეტეს ვენების გაგანიერების პერსპექტივა ჩნდება ამის შედეგად და გადაყრით
ძალიან თვალებს და ნერვულ სისტემას მით უმეტეს ძილის წინ. თორემ დაარღვევს ძილს. არადა თუ კარგად დაისვენებთ, მაშინ ეს გაძლევს საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს ამ კვირის განმავლობაში და შესაბამისად აღარ დაუშვებთ. და კონკრეტულად მოდავშოთ, რომ ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სწავლისთვის ან ესეთი კარგი პერიოდია, აქ პოზიტიური ტენდენციები უდაოდ გვაქვს. ეს პერიოდი ხელსგავს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ასევე აუშვეთ, რომ შეიძლება რაღაც გარკვეული კომპენსაცია მიიღოთ ზოგიერთ საკითხებში ამ პროექტებში მონაწილეობის მიღების კუთხით, აი ადრეული თქვენი საქმე ან ბიზნეს პროექტები, ახლა გვაძლევს უკვე შესაძლებლობის პრემიებისა, ბონუსების ან სხვა სახის მატერიალური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა. ეს ის პერიოდი, როდესაც შეიძლება საჩუქრებიც კი მიიღოთ და აქ სვეტყუბნაში ხართ სხვათა დახმარებისთვის. რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის თქვენს პოპულარობას. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დამატებითი ვალდებულებებიც კი აიღეთ საკუთარ თავზე. და აქვე გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტად ცოტა ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობას და ასე ვთქვათ ისიგნება სათვალთვალო დონეზე, მით უფრო მეტად წახვალწინ და იქნებით წარმატებული. მაგრამ თუ გაუშვათ აპირებთ რაღაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას, კაპიტალ დაბანებებს, აქ მაინც იმოქმედეთ პრინციპით ჩვენჯერ გაზომართვალ გაჭერი. ყველაფერი აწონ-დაწონეთ. აი მაშინ თქვენ ესეთი ინვესტიცია იქნება გამართებული. ნაჩქარავი მოქმედება იქნება შესტომის თვალსაზრისით. ვინც არ უნდა გითხრათ რა პერსპექტივი არ უნდა დაგიხატოთ, ნუ იჩქარებთ ფინანსების დაუშვათ ხარჯვის ან კაპიტალ დაბადების კუთხით. რაც შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნად დაავადებულებს, ნუ ეხლა თქვენი დროა. თევზებოდით, ხალხელოდით, აქტიურეთ, მოძრავეთ, დინამიური უნდა იყოთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი შანსი წარმატებისა გაქვთ თქვენ. ინტუიცია არ ნახულად ძლიერი, რომელზეც დაკრობით სწორ ჩონსაკეთებს, სწორ ნაბიჯებს დგავთ. მიზიდულობა, შარმი, კრეატიულობა ყველაზე დიდი და ძლიერი წლის განმავლობაში. ამიტომ ეხლა არა გაქვთ უფლება, იგივე წარსულზე ფიქრის, რაღაცა ძველს მისტირო და პირიქით, რა შეიძლება მეტი მოძრაობა, დინამიკა, კომუნიკაცია, ახალი ხალხის გაცნობა, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, მოგზაურობა, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, ქონდათ რაღაც იდეები, ადრე გეუბნებოდნენ ამაზე ვარც, ეხლა წარმოაჩინეთ თავიდან ვარც აღარ მიიღებთ. ეს გაძლევს ძალიან დიდ შანსებს წარმატებისა და შესაძლებლობების, ამიტომ ძალიან ბევრ რამეს განახორციელებთ. არად პრობლემას უპრობლემოდ შეიძლება ესე ვთქვათ გადაწყვიტავთ და ცვლილებებსაც ადვილად მიიღებთ. აი ამიტომ შეიძლება ახალ სფეროებში მიიღოთ მონაწილეობა ახალ პროექტებში და ასე შემდგომ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი საქმიანი და პროფესიონალური შესაძლებლობები, ანუ იღბალი მოდი ესე ვთქვათ თქვენს ხელს არის. რაც მეტად იქნებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უშიშარი, სადაც საჭიროა მებრძოლის სულისკვეთების მატარებელი, მეტად იქნებით წარმატებული. გინდა პირადულში, გინდა პროფესიონალურში, გინდა მატერიალური კუთხით, ნებისმიერ სფეროში ხართ ყველაზე წარმატებული. ამიტომ იაქტიურეთ, ეხლა თქვენი დროა. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ დღეებს შემდეგი კვირისა და ტენდენციებს, რომელიც ამ დღეებთან იქნება დაკავშირებული. აი მაგალითად ხვალ. ჩვენ რა გველის 9 რიცხვი მოხსენებათ მარტისა არის ორშაბათი დღე და პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება ხვალ მიმართულება და კარგული მთვარის პერიოდს 15 საათზე 29 წუთზე დაეწყებს იგი ამოქმედებას 19 საათამდე 39 წუთამდე გასტანს ამ დროს რა ხდება ზედმეტად დუმდება ადამიანებში ყურადღება ეს კი შეიძლება გახდეს რისი მიზეზი ყურადღების მოდუნების ფონზე რაც ყველა ტრავმული ავარიული ტენდენციების ალბათობა მოიმატებს ამიტომ ძღოლებს ქვეითად მოსიარულებს ამ პერიოდში მარტებთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება რათა ტრავმულმა ორეულმა ტენდენციებმა არჩინონ თავი მთლიანობაში დღე კარგია რისთვის ადრე შედგენილ საბუთებში დაზუსტებების ან შეიძლება ცვლილებების შესატანად კარგია იგი სწავლისთვის საქველმოქმედო აქციებისათვის შესაძლებელია კონფიდენციალური შეხვედრაც კი შედგეს პარტნიორულ ურთიერთობა შეიძლება იყოს უფრო დაყოფიერი და უფრო მაღალ დონეზეც აიყვანოთ იგი ეფექტურია ყელყურს ხვირის ენდოკრინული სისტემის კურნალობა მაგალითად მაგრამ ხვალ მაგალითად ჯობია მოვერიდოთ რენტგენს და სხიურ თერაპიას და რაც შეეხება ახლა თვითშემეცნებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. სვეჩის ვისაც განზრახული აქვს მანქანის ყიდვა გაყიდვა ამ კუთხითაც სვეჩის დღევანდელი დღეს და ხვალინდელი დღეც საკმაოდ კარგია. და ამავდროულად ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ხვალ შარსასკესო რეპროდუქტიული სისტემა ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთმემართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ სასურველი არ იქნება. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე მორიელის და თხისქას ზოდიაქოს ნიშანთათვის. 10
მარტიეს უკვე სამშაბათი დღეა. ნობრელის სკოლისა გავითვალისწინეთ, რომ აქ თხილად უნდა იყოს ცვალებად მატყუარა რეკლამასთან. აი რეკლამა შეიძლება, ასე ვთქვათ, შესაბამისად დაგვაშვებინოს. კარგად გადახედეთ საბუთებს. იქ იმალება კარგად შეფუთული ტყვილი. ამიტომ საბუთებთანაც სიფრთხილეა საჭირო ეს სამშაბათს. სამაგერად კარგია ეს დღე მაგალითად საოჯახო ურთიერთობისთვის, თვითშეცემის შემეცნებისთვის, საშუალო წარსულის გააზრებისათვისაც კი. ამავდროულად აღნიშნოთ, რომ აი კარგად გაიწმინდება სამშაბათს ვერცხლის და ბროლის ნაკეთობები, ვისაც ეს აქ იდეაში აი შეუძლია სამშაბათს ეს კარგად განახორციელოს, თვითონ დღე უწყობს ამ პროცესს ხელს და ასევე აღნიშნოთ, რომ პირველ რიგში ჯანმრთელობის კუთხით სამშაბათს ზუსტდება ღვიძლი, ნავლის ბუშტი, საზარდული და მეჯბარძაღი ძვალი. ოპერაციების ჩატარება ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია სამშაბათი ვერძის, ტყუპების, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. დარჩება 11-ს უკვე 11 მარტი ოთხშაბათი დღეა. აქ ჩვენ პირველ რიგში გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარისფერებიდან სხვანაირად უკურსო მთვარე, როგორც ჩვენ ვწოდებთ მას. იწყებს იგი ამოქმედებას დღე 13 საათზე 40 წუთზე გასტანს 24 საათამდე. და ამ დროს ზედმეტად დუმდება აი ამ ზეგავლენის შედეგად ყურადღება ადამიანებში. შეიძლება გახდეს მიზეზი არასასვლელი ტრავმისა და ავარიების. ამიტომ ძღოლებო კვეთად მოსარულებო 13 საათიდან 40 წუთიდან 24 საათამდე 4 შაბათს მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. ვიცი რომ ადვილი არ არის, მით უმეტეს საღამოს კი როცა თქვენ უკვე იღლებით და ყურადღება ისეაც იფანტება. აი ასე დროს განსაკუთრებული ყურადღება რომ რაღაც ტრავმატული ტენდენციები არ წარმოიქმნას ამის შედეგად ელემენტარული შესაბამების ხარჯზე. და თან დღე გეომაგნიტური. ეს კიდევ მეტად ითხოვს ყურადღებას. გეომაგნიტური ტენდენციები 4 შაბათისა მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი. თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში მეტად გაიზომე წნევა, უცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და შეიძლება და გვარად ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. და ყველაზე კარგი რაც ხდება 4 შაბათს, ეს არის ის, რომ გამარჯვების მმართველი პლანეტა, როგორც აუშვეთ იუპიტერი, ხდება დირექტული, სწორად მავალი კერჩხების ზოდიაქოში. ეს მოვლენა მეტად ხელს შეუწყობს ვიმეორებთ წარმატებებს, ახალი კანონების მიღებას და მათ განხორციელებას, მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტებს, იდეების რეალიზაციას, ტურიზმის, იურისპრუდენციის, საკანონმდებლო სისტემის განვითარებას, უცხოენების ათვისებას, ოპტიმიზმის გამახვილებას, ადამიანთა ხასიათში სპორტულ მიღწევებს, საოჯახო, საათოსო კონტაქტების გაუმჯობესებას, ისტორიული, ეთნოგრაფიული მეცნიერებების მეტად განვითარებას, ხელოვნებისა და ისტორიული საკითხებისადმი მეტ დაინტერესებას საზოგადოებაში. და აღნიშნოთ, რომ შეიძლება 4 შაბათს ზოგიერთმა თვეთაგანმა პოზიცია შეცვალოს თავისი სოციუმში. მაგრამ ახალ ბიზნესს 4 შაბათს უნდა ეწყებს და საბუთებზე ხელის მოწერაც მაინდამაინც არ იქნება სასურველი. მაქსიმალურად დისციპლინირებული ვიყოთ საჭესთან. გეგმა ზომიერად იმოქმედეთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნავლის ბუშტი, მეჯბარძაღი ძვალი, საზარდული. პოზიტიურია ეს დღე ლომთათვის და სასწორთათვის და ხელშეუწყობს სხვათა შორის სხვა სახის აუქციონების გამართვას და კონფერენციებს. რაც შეეხება 12 მარტი ეს უკვე ხუთშაბათი დღეა. აქ გეომაგნიტურია ეს დღე პირველ რიგში, ამიტომ პირველ რიგში წნევას ყურადღება და თუ რაღაც წნევის შედეგია ის, რომ დავუშვათ უგუნებოდ ხართ, დავიტკივა და შემდგომ ეს დისკომფორტი. აუცილებლად წამლების პროფილაქტიკა შესაბამისად მოიყვანოთ წესრიგში წნევა და მივაქცევთ ყურადღება ღამის საათებს, ღამე დილა. ანუ ღამის პირველი საათიდან დილის 8 საათამდე 9 წუთამდე. აი ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარისფერები, ამიტომ ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში და გამომდინარე იქედან, რომ ღამით საკმაოდ ინტენსიურია მინდა გითხრათ მოძრაობა მანქანების, ანუ მძღოლებს აქ ჭირდებათ მაინც გასაგრძელებული ყურადღება, ნეიტრალური ავარიული ტენდენციების შესაბამის ალბათობა მაღალია. და 12-ში ხუთშაბათს მიიღებთ სუსტრავ გადაწყვეტილებებს. აქ მაღალია პროვოკაციების და პასუხისგებლობისგან თავის დახვევის ალბათობა ადამიანებში. სამაგერად კარგია ეს დღე გავლენიან პირებთან ურთიერთობისათვის, უფროსად თაობის ადამიანებთან კონტაქტისათვის, მშენებლობისათვის, აგრობიზნესისთვის, უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვაც არ ექნება ცუდი სარემონტო სამუშაოები, კი ბატონო, მავნეჩვევებისგან განთავისუფლებისათვის, აი, მეტუმეტეს თამბაქოს წეველებს ეს განსაკუთრებით ეხება. ყოველივე სარესტავრაციო საქმიანობა კარგად წარიმართება, გასვლითი ოპერაციები, კი ბატონო და აღნიშნოთ
დავუშვათ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ პირველ რიგში კბილების ზონა, ხერხემალი, მუხლების, სახსრები, ძვლოვანი სისტემა. და აქვე აუჩვენთ, რომ პოზიტურია ეს დღე ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. და პირველ რიგში მოდით ავუშვათ, რომ კვლავ თქვენ შეგიძლიათ ისევ შეიარაღდეთ ასტროლოგიური, ასე ვთქვათ, მცოდნეთ ინფორმაციით და ამისთვის საჭიროა რა? ორი ჟურნალის შეძენა, შენი ჰოროსკოპი და უბრალოდ ჰოროსკოპი. და მოიხსენებთ, თქვენ რამდენი წელია ჟურნალები გამოდიან, გასაკუთრებული ჟურნალი ჰოროსკოპი და აი შენ ჰოროსკოპში აქ გააქვთ ყოველთვიური ასტროპროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის. ანუ ეხლა შეიძლება დაგეგმოთ ის, რაც გინდათ ოქტომბერში. და ასე შემდგომ. ცხენის წელიწადი შემოვიდა მოიხსენება და ყველაფერს დაკავშირებულია ცხენის ირგვლივ თვითონ მისი ფსიქოტიპი, შესაძლებლობები, დამოკიდებულება სხვა ზოდიაქოს ნიშნებამ და ეს ყველაფერი აქვს. და რაც შეეხება დიდ ჟურნალ ჰოროსკოპს, აქ ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ-ასტროლოგიური პროგნოზი, მთელი წლით გათვლილი, ეს ერთი, ამის გარდა შეგნით თქვენიცით, რომ ასევე არის გეომანტია დედამიწისა, როდის არის მზეზე აფეთქებები და აქედან გაუნარე როგორ იცვლება დედამიწის გეომაგნიტური ველი. და აი ეს ყველაფერი შეგიძლიათ ასევე აქ იხილოთ, ეს გრაფიკული გამოსახვით გვაქვს ჩვენ და ამის დამიხარით რაზე გავლენას ახდენს დედამიწაზე და მოვლენებზე, რომელიც ჩვენ გვეხება, ესეც ყველაფერი აქედან შეგიძლიათ ამოიღოთ. ამის გარდა ჩვენ აქ გვაქვს ყოველდღიური ასტროპროგნოზები მთვარის ზეგავლენის და მიხედვით და აქედანაც გაეცნობით თითოეულ დღეს და თითოეული დღის 4 ნაწილად გაყოფილი ენერგეტიკა როგორია, კარგი, ცუდი, საშუალო, ამასაც აქ ნახავთ, ყველაფერი აღწერილია და ამის გარდა შეგნით გეოდებათ რა საკვირველია, თქვენ უკვე იცით ასტროკალენდრები ამ ჟურნალში. აქ თქვენ იხილავთ როგორც პატარა ასტროკალენდარს, აი ესეთი მაგალითად ეს არის ჯიბის კალენდარი, აქ 12-ვე თვეზე არის გათვლილი ერთი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი უარყოფითი დღეები, საშუალო დღეები, ახალმთვარეობის, სავსემთვარეობის, დაბნელებების მძიმე დღეები და ეს უკვე შეგიძლიათ რომელიღაც ერთმა ნიშანმა გამოიყენოთ მთელი წელი, აქ ამით შეიარაღდეთ, მაგრამ ვისაც უნდა 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი რომ ერთად კონდეს მთელი წლის განმავლობაში, აი მათთვის ეს არის. სწორედ საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი, ეს გინდათ სამსახურში შეგიძლიათ შემოკიდოთ, შეგიძლიათ აიუჩვენოთ ამით რადიო იმედში და ტელე იმედში ამას იყენებენ, ჩამოკიდებული აქვს და უყურებენ, როდის რა დღე აქვს და ასე შემდგომ და ყველა ნიშანი შეუძლია დახედოს და დაინახოს თავისი პერსპექტივები დაუშვათ იმ დღისა, ეს არ ნიშნავს რომ გინდათ თუ არა ყოველ დღე უნდა ჩაიხედოთ, არა, მაგრამ აი რაღაცა გაქვთ ახალი იდეა პროექტი გასაკეთებელი, სადღაც უნდა გაემგზავროთ ან რაღაცა უნდა დაასრულოთ, აი უნდა შეხედოთ რომ ეს ყველაფერი მოხდეს დადებით დღეს და არა ახალმთვარეზე, არა მზის დაბნელებაზე და მძიმე დღეებში, როდესაც შეიძლება ეს ყველაფერი ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ ეს გსურთ. ამის გარდა აქვე ამ ჟურნალში ბიზნეს შემოქმედებითი სასკვალო კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით და ასევე სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია ის დღეები, თვეში 2 დღეა ესეთი, როდესაც სუსტდება ესა თუ ის ორგანო და მასთან მიმართებაში ოპერაციის ჩატარება არ იქნება სასურველი. შესაბამისად, ამით იქნებით გაფრთხილებული და შეიარაღებული თავისთავად. აქვე ამ დიდ ჟურნალ ჰოროსკოპში თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ 2026 წლის ასტროპროგნოზ ზოდიაქოს ნიშანთათვის, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ეს ჟურნალები რასკვირა შეგიძლიათ თქვენ და გამოცემები შეიძინოთ ნებისმიერ ჯიხურში, მათ შორის დიდ ქალაქებში, იგულისხმება პრესის ჯიხურები თავისთავად და ამის გარდა თუ სახში მიტანით გინდათ, მაშინ უკვე შეგიძლიათ შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 1599 77. მეორე 597 1599 77 და მეუღოთ სახში მიტანითაც კი ეს გამოცემები. ამის გარდა აქ ამ დავუშვათ ჟურნალებში და იგივე ამ თუნდაც კალენდრებში არის მითითებული ასევე ჩვენი ასე ვთქვათ ტელეფონის ნომერი, იგულისხმება ჩვენი ანუ ჩვენი ასტროლოგიური ცენტრის, სადაც კეთდება პირადი ჰოროსკოპი. ვისაც განზრახული პირადი ჰოროსკოპის შედგენა აინტერესებს, რა კოსმიური მისიით მოვიდა, რა გზით უნდა იარო და აქ ბევრი საინტერესო მოვლენებია, როცა ადამიანი სხვანაირად იხსნება აბსოლუტურად და არა მარტო ადამიანი, ბავშვებიც რომ მოყავდა უშად 15-16 წლის, ხო? ისინიც კი აბსოლუტურად სხვანაირად იხსნებიან, ან საუბრისდom და სულ სხვანაირად უფიქრდებიან, აი ზოგიერთ თავის თვისება, ზოგიერთ მოვლენას, რომელიც ხდება მის ცხოვრებაში და უკვე აქედან
მიმდინარე კორექციის საშუალებას აძლევენ თავის ხასიათს, თავის ბედიღბალს, რაც სასიკეთოდ მოქმედებს. არაერთად მშობელმა მითხრა, რომ მაგალითად ვიზიტის მერე ჩვენთან ბავშვი შეიცვალა და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, როცა ასეთ სასიკეთო ცვლილებებს ხედავთ ადამიანებში. წყვილების შორის ამბავით ძალიან იცვლება ამის შემდეგ, რომ წყვილები ერთმანეთს უსმენენ, ძალიან იცვლებათ ერთმანეთზე, იმიტომ რომ ერთი არ როგორც იცნობდნენ ესე და მეორე აქედან უკვე იგებენ ბევრ დეტალს. აი რატო იქცევა ის ასე, ან რა განაპირობებს ამათ თუ მოქმედებას და უკეთესად უგებენ ერთმანეთს ამის შემდგომ. რაც აუმჯობესებს მათ ურთიერთობებს და ნუ ხა როცა ადამიანმა იცის კოსმიური თავისი მისია რისთვის არის მოსული ამ ქვეყნად და ცდილობს რომ ეს მისია მაქსიმალურად შეასრულოს, გამოასწოროს, ნუ ეს ყველაზე კარგია თავისთავად. და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ესეთი სურვილები, რომ პირადი ჰოროსკოპი შეადგინოთ, სხვა ჩვენ რაღაც ხმები დადეს სასწაული და მოვიდა ჩემამდეც, რომ ესე იგი თურმე ჩვენთან ელოდებიან 3-4 თვე თავის რიგს, არაფერი ამდაგვარი არ ხდება ჩემო კარგებო, პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით. ნუ სადღაც შეიძლება, ნუ მაქსიმუმ 7 დღე, ანუ 1 კვირა და სწრაფად შეიძლება 2-3 დღეშიც კი მოხდეს. სხვა ჩვენს ეს მინდა გითხრათ, აი ეს არის მაქსიმუმი, სულ არავით არის 3-4 თვე ვიღაცა რაღაც ზღაპრებს მიყვება და ისეთი თანხები მოვიდა ჩემ ყურამდე, რომ მე ცხოვრებაში არც კი მიფიქრე არასოდეს ამგვარ თანხებზე, რომ ვითომ მე ამ თანხებს ვიღებ. არა, ჩემ არაფერი ამდაგვარი ვიღაცა რაღაცა მიყრის აქ უცნაურ ინფორმაციას და აი ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ შეგვეხმიანეთ, იქ ყველაფერს გაიგებთ, როგორ, რანაირად, როდის მოხვალ, სად მოხვალ და შემდგომ სად შევხვდებით ერთმანეთს და ასე ყველა დეტალს გაარკვევთ, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38 და ჩვენთან უკვე ყველანაირად აგიხსნით რა ხდება, როგორ ხდება, რას ვაკეთებ და შევხვდებით ერთმანეთს, გეკნებათ ვიზიტი და ვისაუბრებთ სადღაც 2-დან 3 საათამდე დაახლოებით აი ესე და ყველა საინტერესო ის არის, რომ ადამიანი ზოგჯერ მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ იცი რა, აი პრობლემები მაქვს რაღაც, აი სამსახურში, აი ცუდად მეპყრობა ხელმძღვანელი, სხვებს ეხმარება, მე არა. ან დაუშვათ კიდევ რაღაცა სხვა, აი მეზობლები ყავს, დაუშვათ ცუდი, სხვებთან პრობლემა არ აქვს და მაინც ჩემზე ჭორაობენ და ნუ არის ესეთი რაღაცები. და ნუ აი სულ ამას ვფიქრობ, რომ აი რატომ ეკცევა ესა მე განგება სამყარო, რა დავაშავე. აი ეს კითხვას ყველას აქვს. და ნორმალურია. სხვა ჩვენს მინდა გითხრათ, რომ აი ეს კითხვები აღარ აქვს წასვლის დროს. ჩემგან გასვლის დროს, რატო? იმიტომ რომ ამაზე მე პასუხობ და უკვე მეორე ნაწილში საუბრისას, უკვე კარმულ ასტროლოგიაზე გადავდივართ, მათთვის გასაგები ხდება, რომ რაც ხდება მათ ცხოვრებაში, ეს შემთხვევით არ ხდება კანონზომიერია და რამ განაპირობა ეს კანონზომიერება, აი ამას უხსნი. როცა ამას იგებენ, ამის მერე უკვე ესე დამოკიდებულება მძაფრი ამის მიმართ არ აქვთ, ის რაც მოდის მათ ცხოვრებაში უფრო მშვიდად იღებენ და ცდილობენ ამის გამოსწორებას, რაც რადიკალურად ცვლის დამიჯერეთ მათ ბედიღბულს. აი ეს ტენდენციები აქ შესამჩნევია და ძალიან კარგია, რომ ადამიანი როცა გაერკვევა, საიდან მოდის პრობლემა, რამ განაპირობა და როგორ გამოსწოროს, მე შენგალში ასლებით უადვილდება აღქმაც კიდეს ამ პრობლემისა და მე მისი გამოსწორებაც. ამიტომ შეგვეხმიანეთ, ვიმეორებ 599 91 52 38 გავაკეთოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი და წარმატებული იქნებით უდავოდ. ამის შედეგად. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი და საუბრობ ჩვენ რას გვქვია უკვე 13 რიცხვზე. ყოველდღიური ასტროპროგნოზე გვაქვს საუბარი 13 მარტი, ეს არის პარასკევი დღე. გეომაგნიტურია. ამიტომ გეომაგნიტური ტენდენციები ამ დღის სამეთ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი. თავის ტკივილების, გონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში აუცილებლად ესე იგი ვიზამობ წნევას და თუ აყრია ასეთ პრობლემა, ნუ ვიყენებ ტანყავას, თუ დაბალია წნევა, ან წამლებს თუ მაღალია და მოიყვანს წესრიგში ორგანიზმს მერე უკეთ იგზნობს თავს. და 13-ს რაც შეეხება პარასკევ დღეს მარტისა, აქეთ სადაც სათანადო დასკვნები გამოიტანოთ იქიდან, რაც ხდებოდა 7 თვის წინ.
თქვენ ცხოვრებაში და თებერვლის ასევე შუა რიცხვებში. აი ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს დღე ამას უწყობს ხელს. შესაძლებელი ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავების წინაშე აღმოჩნდა ზოგიერთ თქვენთაგანი. ამავდროულად მოემატებს ინტუიცია. კარგია ეს დღე ბინის გასაყიდად, საქმიანი წარმატებისათვის, პარტნიორული შერიგებისათვის, ამასაც უწყობს ხელს, ეფექტური კუჭნას დავის და მკერდის კურნალობა, ასევე კანის და ფრხილების მოვლა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოების მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა აქ არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე მორიელის და თხისკას ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 14 მარტს, უკვე შაბათი დღე, აქ მიაქციათ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, ანუ კურსო მთვარეს, 15 საათიდან 34 წუთიდან 19 საათამდე 16 წუთამდე გასტანს იგი. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისათვის. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსაუბრლებს ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. კარგია ეს დღე ლოცვისთვის. თუმცა ამავდროულად გავითვალისწინოთ, რომ მაღალია შაბათს ტყუილის, ცილის წამების, აურის და ბინძურების ალბათობა, ამიტომ მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. აქვე აღნიშნოთ, რომ მოვერიდოთ ასევე შაბათს მანუალურ მასაჟს, სტატუს გაკეთებას, პიგმენტური ლაქების მოშორებას, სიმძიმეების აწევას და კვეთრ მოძრაობებს. აღნიშნოთ ისიც, რომ გავლენიან ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა შაბათს მაინდამაინც სასურველი არ იქნება, ზემდგომ ორგანოების წარმომადგენლებთან. მოდი ესე ვთქვათ, სამაგეროდ კარგია შაბათი იმისთვის, რომ მავნეჩვეები მოიშოროთ. აი ეს კი სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, მანქანის ყიდვა გაყიდვისათვის, აი ამ კუთხით შაბათი კარგია. ჯანმრთელობის მხრივ სუსტება, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე კუროს და კეჩხების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 15 მარტი ეს უკვე კვირა დღეა და ნაკლები უნდა ელაპარაკოთ ამ დღეს, მეტად მოусმინოთ სხვებს. აქ მაინც სასურველი არ არის რაიმე საბუთზე ხელის მოწერა, ან ბიზნესის დაწყება, მანქანის სწრაფად ტარება, პატივი ეცით პარტნიორს, მის სივრცეს, ნუფორი აკობთ ამავდროულად და ყველა იუმორს სათანადოდ კვირას ვერ გაიგებს. ამიტომ ნოეცნებით რომ იუმორით მოხიბლოთ, ზოგი მოიხიბლება, ზოგი ვერა და შეიძლება პირიქით კონფლიქტზე წამოვიდეს. მოვერიდოთ აქ ძლიერ წამლებს, დასაძინებელ საშუალებებს, თვალების გადაღლას და აქვე აღნიშნოთ, რომ ფეხზე დიდხანს დგომა შემდეგ კვირას არ იქნება სასურველი. ჯობია იაროთ ვიდრე იდგეთ და მეგობრულ ტრაში საიდუმლო კვირას არ შეინახება. შემდგომ შეიძლება გამოყენებული იქნას კიდევ თქვენ საწინააღმდეგოდაც კი. ესეც გაითვალისწინეთ. მაგრამ კარგია ეს დღე სარემონტო სამღებრო სამუშაოებისათვის, მაგალითად იგივე რეკლამისა და განცხადებებისათვის, ბინის შესაცვლელად, ტექნიკასთან კონტაქტისათვის, კი ბატონო, მეგობრული კონტაქტებისთვის, ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთების ზონა, ვენები. პოზიტიურია შემდეგი კვირა ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს რაც შეეხებოდა უკვე შემდეგი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს და ეხლა აღნიშნოთ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, მაგალითად ვისაც აქვს განზრახული თმების შეჭრა შემდეგი კვირის განმავლობაში. აი მოდი აღნიშნოთ, რომ ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 10 და 11 მარტის დღეები. აი ეს ორი დღე გამოიყენეთ. დარჩენილი დღეები სასურველი არ არის თმის შეჭრა. 10-ში და 11-ში კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ფინანსებს, იგივე ბიზნეს საქმიანობას, ვინ ჩართული ამ სფეროში, მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ პერიოდი 9-დან, მაგალითად 13 მარტის ჩათვლით, აქ შეიძლება რაღაც ისეთი საინტერესო თქვენთვის წინადადება მიიღოთ, მაგრამ კარგად უნდა აწონდაწონოთ ყველაფერი. არ უნდა იჩქაროთ და თუ ჩათვლით, რომ ეს წინადადება ნამდვილად საჭიროა, კარგია და არაფერი საეჭვო იქ არ არის, მაშინ აუცილებლად დათანხმდით. 14-დან უკვე 14-15 მარტი აქ არავითარი ემოციურ ფონზე არავითარი გაწყვეტილება არ მიიღოთ, იმიტომ რომ ზედმეტი ემოცია აკუშლის სწორ გაწყვეტილების მიღებას. ფინანსებთან და ბიზნესთან მიმართებაში შეიძლება მერე ფრიად პრობლემური გახდეს ემოციურ ფონზე რაიმე გაწყვეტილების მიღება. და ცოტა თუ დააპაუზებთ, თუ შეიძლება ესე ითქვას, თქვენს აქ ბიზნეს ან ფინანსებთან დაკავშირებით საქმეებს შაბათ კვირას იქნება უკეთესი. რაც შეეხება მგზავრობას, მოგზაურობას, პირველ რიგში 9-დან 11 მარტის ჩათვლით. თვითონ 9-ში, ესე ვთქვათ, 9 შორის კარგია მგზავრობა, მოგზაურობა და ასე შემდგომ, მაგრამ აი 10-11 მარტი
აი აქ ცოტა ემოციური გაღიზიანება მატლობს ადამიანებში, ამიტომ ახლა საჭესთან ემოციური გაღიზიანება, რაღაც ნევროზულობა გამოიწვევს რაღაცა, ოდესე თქვათ, სხვებისთვისაც გამოღიზიანებელ თქვენ სიტყვებს, გამოვლინებებს და ეს უკვე შექმნის დაძაბულობას და კონფლიქტებს. აი ამ კუთხით იყავით ყურადღებით, იყავით უფრო კორექტული, დიპლომატიური ურთიერთობებში, იმიტომ რომ ახლა სულ ერთია საჭესთან ხარ თუ ავტობუსით მიდიხარ თუ დაუშვათ იქ სამარშრუტო ტაქსი და ასე შემდგომ, ნუ იქ ხალხია კიდევ ასე, ხო? ანუ გაითვალისწინოთ თქვენი რაღაც ესეთი გამოთქმები და გაღიზიანებული ტონი გააღიზიანებს ხვებს და შეიძლება მგზავრობის დროს მე კონფლიქტებში გადაიზარდოს. 12 მარტს რაც შეეხება, აქ ისეთ მარშრუტს ნუ აირჩევთ, რომელიც არ იცით. ამიტომ რომ აქ პრობლემებს შექმნის ეს ყოველივე დამატებით. ხოლო 13, 14, 15 მარტის დღეები ცოტა სახიფათო თუ ამ მგზავრობა მოგრაუს კუთხით, იმიტომ რომ ტრაულაური დანაზების ალბათობა, ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობა მატულობს. ამიტომ თუ ახლა დაუშვათ შეიძლება გადაიდოს აქ მგზავრობა იქნება უკეთესი. თუ არა და მაშინ არავითარი კონფლიქტები გზაში, ემოციურ ფონზე, არავითარი სიჩქარის ზედმეტი გადაჭარბება და ტექნიკურად უნდა იყოს მანქანა აბსოლუტურად წესრიგში მოყვანილი. რაც შეეხება უკვე სასკვალო პარტნიორულ ურთიერთობებს, პირველ რიგში 13 მარტის ჩათვლით პერიოდი ძალიან კარგია რომანტიკული მათ შორის კონტაქტებისთვის, შეიძლება ერთობლივი გზავრობა მოგზაურობისათვის, მით უმეტეს ადგილებში, სადაც თქვენთვის ფრიად სასიამოვნო იყოს ადგილები და კარგი, ასე ვთქვათ, რაღაცების გახსენება შეგიძლიათ. ხოლო უკვე 14-15 მარტი ვთქილოთ. აქ უკვე პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება რაღაც ფეთქებად საშიში სიტუაციები შეიქმნას, იმიტომ რომ აქ ემოციური ცოტა გაღიზიანება მატულობს და პატარა წვრილმანა შეიძლება შექმნას სერიოზული კონფლიქტი. ამიტომ ყველა წვრილმანზე ერთმანეთს და პატარა რაღაც სიტყვაზე ნუ გამოიკიდებით. და აქ აღნიშნოთ რომ ეცადეთ რომ აი ეს პერიოდი ან ცალ-ცალკე გაატაროთ, ან თუ ერთად ხართ, მაშინ ეცადეთ რომ აი არ შეხვიდეთ ერთმანეთთან პოლემიკაში და არ იკამათოთ. თორე შეიძლება უკვე მერე ცუდად დასრულდეს. ეხლა ვისაც აქვს განზრახული მკურნალობის დაწყება, მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს აქ რამდენიმე დღე კარგი მკურნალობის დასაწყებად, კონკრეტულად 10 და 12 მარტის შუალედზეა საუბარი. და რაც შეეხება ახლა ცუდ დღეებს, აი ესეთი არ გვაქვს. ამიტომ თუ 10-ში, 12-ში ვერ ახერხებთ, არ არის პრობლემა, ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ აერჩიოთ ამისთვის. სხვათა შორის 13 მარტიც კარგია, ესე იგი 10, 12, 13 მარტი ამ დღეებზე შევთანხმდეთ. პირველ რიგში, მაგრამ თუ არ ხერხდება, ნუ ნებისმიერი სხვაც არ არის ცუდი, მთავარი არც ერთი ცუდი დღე არ გვაქვს. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას, აი აქ კარგია 10 მარტი, 12 მარტი, 15 მარტის დღეები ამისთვის. მაგრამ არ ვარგა 14 მარტი. ამ დღეს არ არის სასურველი სამსახურის შეცვლა. ხელშეკრულებების დასადებად იქნება კარგი 10, 11, 12, 15 მარტის დღეები. და არ ვარგა 9 და 14 მარტის დღეები. ქორწინებისთვის მაგალითად მისაღებია კარგია 10, 11, 15 მარტის დღეები. და არ ვარგა 12 და 14 მარტის დღეები. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის, ყველას კარგი იქნება 12, 13 მარტის დღეები და ნაკლებად სასურველი იქნება 9 და 10 მარტი. დარჩენილი დღეები ნეიტრალურია, საშუალოა. რემონტის დასაწყებად, სარემონტო სამუშაოებისთვის, სამშენებლობის დასაწყებად, მოდი ასე ვთქვათ, 9, 10, 13, 14, 15 მარტის დღეები კარგია. არ ვარგა ერთადერთი 12 მარტის დღე. მსხვილი საყიდლებისთვის ყველას კარგი იქნება 11, 13 მარტი და არ ვარგა 10 და 12 მარტის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველას კარგი იქნება 10, 11, 13 მარტის დღეები და არ ვარგა 14 მარტი და ასევე 9 მარტის დღე. დარჩენილი დღეები აქ უკვე ნეიტრალურია. ეხლა უკვე რაც შეეხება ჩვენ საფინანსო რიტუალებს, მოგეხსენებათ ეს რიტუალებია, რომლის ველობისას უკვე თქვენ შეგიძლიათ გარკვეული, ასე ვთქვათ, მოქმედებებით მოიზიდოთ ფინანსური ენერგია, ანუ ფინანსური ეგრეგორი, როგორც ჩვენ ვწოდებთ და გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ან პირიქით განიზიდოთ ფინანსები თქვენგან. აი რა მოქმედებები უწყობს ყოველივე ამას ხელს. ნუ მაგალითად, ხვალ 9 მარტს
სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ. თორე თქვენი საფულიდან წავა უკვე ზედმეტი თანხები. 10 მარტს სამშაბათს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა. ნუ კარგად მოფიქრებული თუ იქნება კაპიტალდაბანდება მისაღებია, მაგრამ არ ვარგა სამაგიეროდ ვალის გასტუმრება. 11 მარტს ოთხშაბათს ნებისმიერი ქველმოქმედება შემდგომ შემოიტანს ფინანსურ შესაძლებლობების გაძლიერების შესაძლებლობებს და შანსებს, მაგრამ საიუველირო ნივთებს ნუ შევიძანთ. 12 მარტს კარგი ასევე სხვებისთვის დახმარების გაწევა ეს ფინანსურ ეგრეგორს გაგძლიერებთ, მაგრამ არ ვარგა საკუთარი ფულის დათვლა, ფულის ვალში აღება ან გაცემა, კრედიტის გაფორმება. 13 მარტს კარგია ვალის გასტუმრება და ასევე კარგად მოფიქრებული ინვესტიციის დაწყება. 14 მარტი ეს ის პერიოდია, როდესაც მაგალითად არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება და საათის შეძენა. და 15 მარტს შემდეგ კვირადღეს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, თუ კარგად მოფიქრებულია გარკვეული კაპიტალდაბანდება და აქ შეიძლება ძვირფასეულობაც ლომბარდში ჩაიდოს. ეს რაც შეეხება ფინანსურ ასე ვთქვათ რიტუალებს. ეხლა რაც შეეხება ანგელოზის დროს, იცით თქვენ ეს ის დროა, რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს ფარველ ანგელოზთან, თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს და თანილოთ. აი ამის დროა განსაზღვრული, მაგრამ ამ განსაზღვრული დროის განმავლობაში ახლა თქვენზეა დამოკიდებული. თავარი აი ამ დროის მონაკვეთში მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება? 1 წუთი თუ დავუშვათ 9 საათი, ეს თქვენი პროცედურა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თავარი აი ამ დროში მოხდეს და რა დროა ეს, როცა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ფარველ ანგელოზს და გააგებინოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ის მოხდება თუ არა, რასაც თქვენ ითხოვთ, დამოკიდებულია იმაზე თუ რაოდენ იმსახურებთ თქვენ ამას. მიდიხართ აი წინა გადაცემებში ქონდა ჩვენ საუბარი, მიდიხართ თქვენი კარმული გზით, ასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და ჩვენ ახსენით წინა გადაცემებში რას ნიშნავს ეს კარმული მისია და რას ითხოვს თქვენგან კოსმოსში ამ დროს. თუ თქვენ ამ თვისებების მეშვეობით კარმულ მისიას ასრულებთ და იმსახურებთ, ფარველ ანგელოზზე უცებად აღეხმარებათ ამ თქვენი სურვილების რეალიზაციაში, მაგრამ თუ არ იმსახურებთ, მაშინ რატო უნდა მეიღოთ? დავისთავოთ, ხო? ამიტომ ისეთი რამ დასახეთ, რაც მეტნაკლებად იქნება შესაბამისობაში თქვენს ცხოვრებასთან, თქვენს მოქმედებებთან, თქვენს აზრებთან, თქვენს ემოციებთან და ასე შემდგომ, ხო? აი რომელი პერიოდები გვაქვს ჩვენ ასეთი? მაგალითად 9-ში ხვალ დილის 8 საათიდან 31 წუთიდან დილის 9 საათამდე 15 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. 10-ში 10 მარტს სამშაბათ დღეს საღამოს უკვე 18 საათიდან 12 წუთიდან 18 საათამდე 57 წუთამდე იგი. 11 მარტს ოთხშაბათს 13 საათიდან 4 წუთიდან 13 საათამდე 48 წუთამდე. 12 მარტს ეს არის უკვე ხუთშაბათი, დილის 10 საათიდან 37 წუთიდან 11 საათამდე, დილის 19 წუთამდე. 13 მარტს ეს უკვე პარასკევია, 14 საათიდან 22 წუთიდან 15 საათამდე 6 წუთამდე გრძელდება იგი. 14 მარტს ეს შაბათია, 16 საათიდან 11 წუთიდან 16 საათამდე 56 წუთამდე. და შემდეგ კვირა დღეს 11 საათიდან 54 წუთიდან დღის 12 საათამდე 39 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. და ამ პერიოდში შეგიძლიათ თქვენ ილოცოთ კიდეც და გარკვეული დახმარება თხოვოთ თქვენს ფარველ ანგელოზს. აი ეს მომენტები გავითვალისწინოთ ჩვენ ფაქტობრივად კი მინდოდა უკვე დღეს მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწრებ დაწყებას ეგრეთ წოდებული საუბრისა გეომაგიტურ დღეებზე, იმიტომ რომ ბევრი კითხვა მოდის თქვენგან, იმიტომ რომ მე ხშირად ვახსენებ გეომაგიტურ დღეებს, რასაც სხვები სამწუხაროდ არ აქცევენ ყურადღებას და მე შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ეს დღეები და რაზე გავლენას ახდენენ, რას წარმოადგენენ. ამაზე ცოტა ვცლად, ალბათ შემდეგი გადაცემები დავისაუბრებ, ცოტა ვეცდები რომ დრო დავიტოვო, დღეს არ გვეყო ეს დრო და საეთერო დრო და ნუ აი თუნდაც ნაწილ თუნდაც 10 წუთიანი მონაკვეთებით ვეცდები აგიხსნათ, რას ნიშნავს ეს გეომაგიტური დღეები და რატო აქვთ მათ ესეთ მნიშვნელობა და რაზე გავლენას ახდენენ ისინი ადამიანთა ცხოვრებას. ხვალ ჩვენ 11 საათზე დილით კიდევ ერთხელ ვნახავთ გამეორებით ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დღევანდელ ჩვენს გადაცემას, ასევე დაიდება YouTube არხზე და Facebook-ზე. ამის გარდა ხვალ-დილით შევხვდებით ტელეიმედის დილის გადაცემაში, დაახლოებით 15 წუთი რო აკლია. 9-ს მერე გადავსვლებთ რადიო იმედში 10 წუთზე დილით და მერე უკვე დილის 10 საათზე
პოსტივის დილის გადაცემაში შევხვდებით ერთმანეთს, პოსტივის დილის გადაცემაში კიდე შევხვდებით ხუთშაბათს, ასევე დილით დაახლოებით უკვე 9 საათისკენ და ასევე იცით თქვენ უკვე პირველი გადაცემა შედგა რუსთავი 2-ზე, ჩვენ გქონდა ადრე დილის გადაცემაში, ახლა გადავედით შუადღის გადაცემაზე და სადღაც 2-დან 3 საათამდე დაახლოებით ესეა რუსთავი 2-ზე, იქ ჩვენ გვექნება ასევე სხვადასხვა თემებზე საუნტერესო საუბარი შუადღის გადაცემაში და ამის გარდა თქვენ იცით რომ რადიო ფორტუნა ყოველ დღე გაწვდით დღეში სამჯერ ინფორმაციას ჩემს ვერ მოწოდებულ შემგახმოვანებით მათ შორის იმ დღის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ გაზეთი ასეულდასწევალი ჟურნალი თბილისელები ასევე აქვეყნებს ჩემს ასტროპროგნოზს ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული და შეიარაღებული და იმედია წარმატებულიც. კიდევ ერთხელ მინდა მანდილოსნებს მოგილოცოთ დღევანდელი მშვენიერი დღე, გისურვოთ ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და ყოველივე კარგი. დღეს ამ ინფორმაციით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.